შემთხვევათ უფლისა ჰაერთაზე და ჰაერთაზედაში მართლა ჰაერი კი არ იგულისხმება, არამედ აი ეს ხილული ცა ჰაერთაზედა და ესეთ მარადის უფლისათანა მარადის, ანუ სულ უფალთან ერთად ვიქნებით. აქ არის მარადიული სიცოცხლის ერთ-ერთი განმარტება. რა არის მარადიული სიცოცხლე? სულ, ანუ მარადის უფალთან ყოფობა. მარადის უფალთან ყოფობა და ამაზე ხშირად ითქვია თქვენთვის წმინდა ნიკოლოზ კავასილას საოცრად ხატრულად დანახული აქ სურათი, უფალი როგორც დიადი მზე რო გარდამოხდება ჩვენს აღდგარნილ კუდრეთით, ვითარცა პატარა მზეები აღვიტყორცნებით შეიძლება ასე ითქვას, ძალიან დიდი სისწრაფით შესახვედრად ამ დიდი მზისა და წარმოედგინეთ რა იქნება სამყაროში, ხო, უამრავი მილიონობით, მილიარდობით ადამიანი ასე ატყორცნილი ზეცაში, გაბრძვიალებული როგორც პატარა მზეები დიადი მზის შესახვედრად, რომ მარადის მასთან ერთად იყვნენ. და ეს მარადის უფალთან ყოფობა ღმერთი ხო არავის არ ძალადობს. წარმოედგინეთ თუნდაც რელიგიური ადამიანი, რომელსაც მარადის ღმერთთან ყოფნა არ სურს. და საიდან ვიცით რომ არ სურს? როგორ ცხოვრობდა ქრისტიანულად რა? ვაი ქრისტიანულად თუ ცხოვრობდა და საკუთარი რელიგია რო ქონა გულში და ქრისტესთან ყოფობა არ იცოდა რა იყო და არ ემსგავსებოდა უფალს და არ მეცადინეობდა იმისათვის რომ სულ უფალთან ყოფილიყო და ასე შემდეგ გულის ეცას გადაქცეოდა, ანუ სახარების მიხედვით რო არ ცხოვრობს ადამიანი, რატო ვფიქრობთ რომ ესეთი ადამიანი აიტყორცნება უფლისკენ? ის ხო ამისთვის მზად არ არის. მას ხო პიროვნული არჩევანი არ გაუკეთებია. ანუ რას იმას პიროვნული არჩევანი არ გაუკეთებია? მას ეს არ სურს. გესმით, ადამიანის სურვილს უზარმაზარი ძალა არასურს. არასურს. ამიტომ ჩვენ სანამ ცოცხლები ვართ, უნდა გავიაზროთ რა მდგომარეობაში ვიმყოფებით. არა ჩვენი ფანტაზიის შესაბამისად და ჩვენი აზრის შესაბამისად, არამედ გამოცხადების, საღვთონების შესაბამისად.